აი ჩემი ჩანთა ეხლა აი ესეთ სახეს იღებს, ნახეთ, აი ესეთნაირად გვაქვს ეს ადგილი. ესე. საკმაოდ ეს ადგილი საკმაოდ უფრო ესეთი გრძელია, ვიდრე ეს ადგილი, ანუ ეს ასეთი სიგრძეა საჭირო, რომ როცა რამეს ჩადებთ, ხო, ეს ცოტა გაიბერება ეს ადგილი და მაშინ აი ეს ცოტა ჩაიკეცება კიდეც შუა ადგილი. ეხლა მე ვფიქრობ, რომ მაინც ერთ მხარეს მე მოვჭრიძავს, ნახეთ, ეხლა ორივე მხარეს მაგ დატოვებული, მაგრამ აი აქეთ მოვჭრი, ეხლა არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მხარეს მოვჭრით. იმიტომ რომ ჩვენ ორი რიგი უნდა შემოუაროთ თვლებით ნამატის გარეშე. აქ კვანძი გააკეთეთ, ხო, ესე გამოატარეთ და აი ესე. კვანძი იყოს. და მაინდა-მაინც გრძელ ძაფებს ნუ დატოვებთ, ხო? ისეთი სიგრძე გააკეთეთ, რომ აი მეორე კვანძამდე აი ესე მივიდეს, თორე უფრო გაგისქელდებათ და გაგისქელდებათ, აი როცა დაიწყებთ თვლებს ნამატის გარეშე, ანუ ეს აი ესეთნაირად ჩაიმალება. კარგით, აი აქ ყველგან ესე დაახლოებით 2 სანტიმეტრი, სანტიმეტრი ნახევარი, ესეთი სიგრძის ძაფები დავტოვე. ეხლა აი მე დავიწყებ უკვე ესე შემოუვლით, ხო, მთელ პერიმეტრზე ერთ რიგს და როცა მეორე რიგს დავიწყებ, იქ უკვე აი სასურველია რომ ჩავაყოლოთ ეს სამაგრები, თუ აი ასეთი ჩაკეტილი სამაგრი გაქვთ, აი ესე. თუ არა და თქვათ თუ გაქვთ თქვენ ესეთი რკინის რგოლები, რომელიც ანუ შეგიძლიათ გაატაროთ, მაშინ არც გჭირდებათ ჩაყოლება, პირდაპირ შეგიძლიათ რომ მოგსოვოთ ორი რიგი ესე გადამულად. აი ახლა ნახეთ, ბოლოს აი აქ რომ მქონდა მე თვალი ერთი ნამატით, ხო, აი ბოლომდე მოგსოვილი. აი აქ ერთი თავისუფალი თვალი, მაინც ის როგორც ბიჯის და კუთხეთან კუთხე კეთდება, ხო, აქ. და ეხლა აი ამ სვეტის გარშემო აი ესე თვალი ნამატის გარეშე. კიდევ მეორე. ეხლა აქ თვლების რაოდენობა მაინც აი ამ სვეტების გასწვრივ, ხო? ვფიქრობ, რომ აი თქვენი ძაფის სისქეზეა დამოკიდებული. ძალიან სქელი ძაფის შემთხვევაში თუ გავაკეთებ მე ბევრ თვლებს, აქ შეიძლება გზის ძალიან გამისქელდეს, რომ აი თავისი ზომა არ უნდა დაკარგოს. აი ხა ბრტყელი რაც გიდევთ, აი ეს უნდა შეინარჩუნოს ესეთი, ანუ არ უნდა აიპრიხოს, ხო, ზედმეტად. აი ესე. ახლა ვფიქრობ, რომ პირდაპირ გადავალ აი აქეთ მეორე არკაში 1 და 2. თქვენ თუ გსოვთ უფრო თხელი ძაფით, შეიძლება რომ აი აქ ნახეთ არკიდან არკაში სანამ გადახვალთ, აი აქ კვანძშიც გააკეთოთ, კიდევ ამოიყვანოთ ერთი თვალი. ხო, აი აქ ნახე მაგალითად, აი აქაც შეგეძლოთ ამოგეყვანათ. ხო, მე მაინც აი ესე სიბრტყეს უყურებ, რომ შევინარჩუნო სიბრტყე და იმის მიხედვით. აქ ახლა პრინციპში შემიძლია აქ მეც შევიდი, აი ეს შუა რაღაცნაირი ესეთი თვალია. აი ესე. მერე უკვე სვეტის გარშემო და თან ეს ძაფის ბოლოები, მოჭრილი ძაფები აუცილებლად დამალეთ კარგად. აი ესე. ახლა მაინც შევხედავ კიდე შეიძლება აქ სვეტის გარშემო მეორე თვალიც მოგსოვოთ. აი ესე. ხედავთ? აი ესე. აქ შეიძლება პირდაპირ გადავიდე, ახლა მე უკვე მეორე ხვრელზე, მომდევნო ხვრელზე, ესე. თვალი ნამატის გარეშე, კიდევ ერთხელ თვალი ნამატის გარეშე. ხა დააკვირდით, როცა თქვენ ცდილობთ, რომ აი ესეთი ჩაღმავება გააკეთოთ, იქ ნაკლები თვლების რაოდენობაა საჭირო. თუ პირიქით აი ესეთი მოხვევა მჭირდება, ხო, რომ გავზარდო ზედაპირი, მაშინ კი უფრო გირჩევთ, რომ მეტი თვლები გააკეთოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში არ არის საჭირო ბევრი გადატვირთვა თვლებით, თორემ აი ეს დაგეკარგებათ ეს ფორმა. ეხლა ნახეთ, აი აქ ეს კუთხეა, ხო? აი
აი აქ შეიძლება აი აქ შევიდეთ, ნახეთ, აქ კი აღარ წახვიდეთ, აი აქ სადაც კუთხე კეთდება, ზუსტად იქ. იმედია რომ კარგად ჩანს ახლა და ესე იგი აი ეს. ახლა უკვე გადავდივართ არკაში. არკაში როგორც წესი ერთი თვალი გაქვთ, გახსოვთ, ხო? ამიტომ აქ მე ერთ თვალს მოვგსოვ არკის თვალს, მერე სვეტის თავზე. ახლა უკვე უფრო მარტივია, სადაც აი ეს ბრტყელი ადგილი გვაქვს, ხო, აი ეს პლატო. მათ უფრო ადვილია. ასევე იქნება იქით მხარეს, მოპირდაპირ მხარეზეც, ხო? ესე იგი სვეტის თავზე მოვგსოვე, ახლა არკაში. ისევ სვეტის თავზე. ისევ არკაში. სანამ არ მივალთ, აი ასე ვთქვათ, აი ესეთი მაღალი სვეტები რო იწყება, იქ ცოტა განსხვავებულად ვაკეთებ. ეს არკაში ვიყავი, ახლა სვეტის თავი ისევ. არკაში. სვეტის თავზე. ეს მნიშვნელოვანია, რომ კარგად შეასრულოთ, აი ლამაზად დაგიждეთ, ნახეთ, აი ესეთი ყელი, ესე ვთქვათ, ხო? საყელო, ჩანთის საყელო, თუ შეიძლება ითქვას. ისევ სვეტის თავზე ვგსოვ და აქ მოვახლოვდი, ახლა აქ გახსოვთ როგორ გავაკეთეთ, ხო? აქ ვიყავი, აქ ახლა ძალიან თუ აქ პირდაპირ შევალთ, აქ გექნებათ ხრელი, ამიტომ ხრელი რო არ გქონდეთ, აი აქ პირდაპირ ძირში, სვეტის ძირში, ოღონდ ისე რომ ორ კედელში მაინც შეხვიდეთ, ხო? აი ესეთი თვალი, ნახეთ, ლამაზად. ესე რომ დააფენთ, აი როგორც აქ იყო, ხო, ესე, აქაც ასე წავიდეთ. გლუვად გადასვლა. და ეხლა უკვე აი ეს თქვენი აქ სვეტი გაქვთ, როგორც თავისუფალი თვლები. აქ ორ-ორს ვაკეთებთ, ხო? ორს. 2, 1 და 2 თვალი ნამატის გარეშე. ეხლა ეს ძაფები აუცილებლად თანდათან გზადაგზა უნდა ჩააყოლოთ. მომდევნო სვეტის გარშემო. ერთი თვალი ნამატის გარეშე, მეორე თვალი ნამატის გარეშე. ეხლა მომდევნოში აქ ვფიქრობ, რომ კარგად დავადოთ, აი ესე. ხო, პირდაპირ ჯობი რომ გადავიდეთ უკვე მომდევნო სვეტის გარშემო. აქ აი ეს მთელი ესეთი ბოწოწოები უნდა დაიმალოს. ბოლოს შეგიძლიათ უბრალოდ მოჭრათ, თუ მაინდა-მაინც ჩანს რომელიმე ესეთი ძაფის ბოლო, არ არის პრობლემა. აი ესე. ხოთ კარგად, აი ეს კარგად მოუჭერეთ, ერთი და მეორე, ორი თვალი. აი ეს, მეგონი კარგად მიდის და შემდეგი აქეთ. ერთი, ორი. თეთრ ძაფის ბოლოს ერთად მოუყრით თავს. აი ეს მეორე. კარგი. მოვედით ახლა ჩვენ აი სადაც კუთხე უნდა გაკეთდეს. ახლა აქ მეჩვენება ცოტა აი ეს უფრო ესეთია კუთხოვანი. კამარა უშავს, აი ესე. ახლა აქ ჩვენ რომ იმისთვის რომ კუთხე გამოგვივიდეს, ერთი თავისუფალი თვალი მოგხსოვთ. ერთი თავისუფალი თვალი და ვაგრძელებთ იგივე არკაში, ნახეთ? აი ამავე არკაში. ხო, ნახოთ, რამდენი თვალი უფრო ესე ჩაეტევა იმის მიხედვით. ერთი თვალი, კარგი. ახლა აქ უკვე სვეტის თავზე შევა. აქაც აი როგორც პლატოს ადგილას იყო, ასეთივე პლატოა აქაც და პრინციპში შეგვიძლია აი როგორც აქ ვაკეთეთ. სვეტის თავზე ვიყავი, ახლა არკაში. სვეტის თავზე არკაში. აი ესე უნდა გაყვეთ ახლა, ეს რიგი უნდა მოვგსოვოთ. სანამ არ მივალთ აი ამ საწყის ადგილას, ხო, წერტილს. აქედან დავიწყეთ და აქვე და დავამთავროთ ეს რიგი და კიდევ ერთი რიგი გვჭირდება. ხა მე მგონი თქვენს გააგრძელებთ პრინციპში. იმის მიხედვით, აი რომ სიბრტყე შეინარჩუნოთ, აქ ადვილია, უბრალოდ აი აქ გადასვლისას, კუთხისას, როცა გსოვთ, აქ ერთი
თვალი ნამატის გარეშე, თავისუფალი თვალი და მერე კიდევ ორი თვალი და აი როგორც ვაკეთე ეს ხო ჩასვლის ადგილი, მერე პლატო, აი ესე გაიმეორეთ, აი როგორც აქ გავაკეთე, ზუსტად ასეთივე ნაკსოვი უნდა გააკეთოთ, აი ამის შემდეგ ქვემოთ, ხო? კარგი, მე მგონი გაართმევთ თავს და დამოუკიდებლად დაასრულეთ. ეს პირველი რიგი დაგიბრუნდებით, როცა საწყის წერტილთან მივა. აი მოვედი ამ საწყის წერტილთან, ნახეთ. აი აქედან დავიწყეთ, ხო? ეს თავისუფალი თვალი მქონდა ბიჯისთვის მოქსოვილი მართალია. ახლა ჯერ კიდევ არ მივსულ არ, ნახეთ, ბოლოს ამოვიყვანე, აი ბოლოს სვეტის თავზე, ახლა არკაში, აი ესე და ერთი თავისუფალი თვალი აი კუთხის გასაკეთებლად და შეგვიძლია უკვე აი დავაკავშიროთ პირველ თვალს ნამატის გარეშე, სადაც გქონდა და ესე შემაერთებელი თვალით, აი ესე ჩავკეტოთ რიგი. შემდეგი რიგი ასევე იქნება თვლები ნამატის გარეშე, ერთი რიგი კიდევ. და როგორც გითხარით, ამ დროს ჩავაყოლებ აი ჩემ რგოლს, ესე ვთქვათ, ნახევარ რგოლს ეს. ერთი თავისუფალი თვალი ბიჯის აქაც და იგივე თვალში ამოვიყვანოთ უკვე თვალი ნამატის გარეშე. აქ მოდით ნიშნულს გავაკეთებ, რომ ვიცნოთ ეს პირველი თვალი, ხო? აი ესე. და ეხლა ჩვეულებრივად მე გავყვებით თითო თვალში თითო თვალს მოვგსო. გარდა იმ ადგილებისა, სადაც მოხვევას ვაკეთებთ, ნახეთ, ამას მაინც მე გაჩვენებთ. აი ამ ადგილებში ჯობია ორი თვალი ერთად მოვგსოთ, რომ თუ ასე გავიმეორებთ, როგორც ახლა არის, ხო? ძალიან აი ესეთი გახდება, ხო? გაიჭიმება. ჩვენ გვინდა რაღაც შევინარჩუნოთ გარკვეული ფორმა აი ამ საყელოსი. მოდით მივიდეთ, ჯერჯერობით თვლები ნამატის გარეშე ესე ვგსო. ეხლა მე არ ვარ დარწმუნებული, რომ იმ სურათზე ორიგინალში ასეთი უზორია გამოყენებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან რთული უზორიც არ არის ისეთი არაჩვეულებრივი, რომ ეს თვლები ნამატის გარეშე კარგად აფიქსირებენ ამ საყელოს. ეხლა მოდით შევხედოთ სად ვართ. აი აქ ვართ. ერთი თვალი კიდევ მოვგსოვოთ. მოდით ერთი თვალი კიდევ მოვგსოვოთ. აქედან თუ გადმოთვლით, ახლა გვაქვს 1 2 3 4 5 6 7 8 9 თვალი მოვგსოვე და აი მე-10-ს გამოვტოვებ აი ამას და მომდევნოში ამოვიყვან შემდეგ თვალს. მოდით აი შეხედეთ, აი როგორი განსხვავებას მე მგონი ამჩნევთ, ხო, ნახეთ, უფრო ღრმად შედის, ვიდრე როცა ორ თვალს ერთად ამოიყვანთ. ანუ ესეც მოკლებაა ფაქტიურად, უბრალოდ ცოტა ესეთი არა ესეთი სქელი. ეხლა თითო თვალში თითო თვალს მოგსოვ. ეხლა თუ გინდათ რომ სიმეტრიულად გამოგივიდეთ, აქედანაც 9 თვალი და აი მე-10 თვალი გამოტოვეთ, რომ მიახლოებით ერთნაირი იყოს აქეთ-იქით სიმეტრიულად. იქით მეორე მხარეზეც იგივე იქნება საჭირო რომ გავაკეთოთ. ჯერჯერობით მოვგსოვოთ თვლები ესე თითო თვალში თითო თვალი ნამატის გარეშე და აი როცა მივახლოვდები მოხვევის ადგილს, აი რომელი თვალი გამოვტოვოთ, იმას გადავწყვიტავთ, აი უნდა გადავთვალოთ მოკლედ ზემოდან. აი მე მგონი მოვახლოვთ ახლა. აი ესე გვაქვს. აი აქ, ნახეთ, სადაც გქონდათ აი ეს თავისუფალი თვალი და 1 2 3 4 5 6 7 8 9. ფაქტიურად ეს უნდა გავამეტოვებინა ახლა რაც მოგსოვე. ამიტომ დავმოვარღვევ. შევხედოთ თან. ყოველთვის აი ეს ვიზუალურად ყველაზე ის არის, რომ არ შეგეშლებათ ნამდვილად. ესე გამოვტოთ. მგონია რომ ეს ჯობია რომ გამოვტოვო. მოდით. თლაც სიმეტრიული არ იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უნდა მოიგსოს და აი ამას გამოვტოვებ და მომდევნოში აქ უკვე 8 თვალი გამოგვდის ახლა. მეორე, მესამე, მეოთხე,
მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე. აი ესე გამოგვივიდა 8 თვალი, სანამ არ მივიდით აი თავისუფალი თვალი მოხვევი სადაც ქონდა. თუმცა აქაც მე აი ამ თავისუფალ თვალზე მოვგსო, ეს მე-9 იქნება. საკმაოდ მჭიდროდ არის. კარგად რომ არ დაიცენცოს. აი ეს ახლა 9 თვალი მაქვს, აი მოკლების შემდეგ, ხო, რაც გამოვტყვა. ეხლა აქ გავაკეთებ ისევ ერთ თავისუფალ თვალს. აქ შეიძლება თუ გინდათ რომ ძალიან წამახვილებული იყოს, კიდევ იგივე თვალში ამოიყვანეთ მაშინ. აი თავისუფალი თვალის შემდეგ ნახეთ, აი ესე ძალიან კარგად იქნება მაშინ კუთხე. და შემდეგ გააგრძელეთ უკვე თითო თვალში თითო თვალი. უბრალოდ ეხლა აქ მე შესაძლებელი მაქვს გვერდით ნაწილში რგოლი. აბა ნახოთ. აი ესე. აი შევხედოთ თან. აი ესეთია. აი ესეთი. კუთხე ფიქრობ რომ ეხლა რასაც ვაკვირდებით, ცოტა თხელი ძაფით, ოდნავ თხელი ძაფით, უკეთესი ის იქნება, ფორმირება უფრო ადვილი იქნებოდა. ეხლა მოდით შევხედოთ. აქ ჩვენ გვაქვს 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ხვრელი. აი ესე იგი შუა აი ესე წყვილ-წყვილად და აი ორი აი ეს მეხუთე, აქედან მეხუთე, იქიდან მეხუთე. აი ამათ თავზე მოუწევს აი ამას დამაგრება, ხო? ახლა მოდით ნახოთ, რომ ჩავაყოლოთ ან კარგად მივახსოვოთ. ჯერჯერობით კიდევ. ესე იგი მეხუთე, ხო? 1 2 3 4 და აი აქ რომ მივალ მაშინ. და კიდევ ერთი. აი ახლა უკვე უნდა ჩავაყოლო 1 2 3 4 და 5. აი აქ და აი აქ. აი ესეც არის აქედან 1 2 3 4 5. ახლა მოდით დავაზომოთ, ხო? აქ თქვენ გექნებათ 1 2 3 4 4 თვალია. ეს 4-ვე თუ კარგად დავაკეთებ, როგორც წესი, აი ესე ვაკეთებ ხოლმე, აი ესე. ხეთ? აი ესე. ეს 1 მომდევნო 2 მომდევნო 3 თვალი და კარგად მოჭიმეთ და აი ეს 4, ანუ 4 თვალი გამოვიყენე აი ამის დასამაგრებლად, ნახეთ, აი ესე კარგად ჩამაგრდა მე მგონი. ახლა გავაგრძელებ. ასეთივე ჩამაგრება მეორე მხარეს უნდა გააკეთოთ. მოპირდაპირ მხარეს აი აქ შუაში, ხო? აქაც გექნებათ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ხვრელი და აი შუა ესე იგი აქედანაც მეხუთეა, იქიდან მეხუთე. ეს ორი ხვრელი უნდა ჩაამაგროთ, როგორც ახლა მე მიაკავშიროთ უფრო სწორად აი ამ რგოლთან. ეხლა მოხევის ადგილებზე, როგორც გითხარით, იმისთვის ცოტა წამახვილებული გამოგვივიდეს, გავაკეთოთ, ესე იგი, როგორც აი ამ წვერზე გავაკეთე ახლა, ხო, აი აქ, ასეთივე აქეთ. აბა ვნახოთ, ჯერ მე მგონი არ მივსულვარ, ხო, თავისუფალ თვალთან, აი ეს. აი ეს არის თავისუფალი თვალი, საკმაოდ მჭიდროა ხოლმე და ამითი ხვდები ხოლმე. ეხლა აქ რა თქმა უნდა ორჯერ უნდა შევიდე, ხო ხვდებით და ამიტომ საკმაოდ უნდა გაჯობდა რომ ცოტა ფართოდ მომექსოვა, რომ არ გაგჭირვებოდა ახლა შესვლა. ესე ერთი თვალი. ერთი თვალი ნამადის გარეშე. ერთი თავისუფალი თვალი და იგივე აი ამ ადგილას კიდევ მეორე. ხელად გამოვა. ეს
აი მეორე. ესე იგი, ერთი თვალიდან ამოიყვანე თვალი ნამატის გარეშე, თავისუფალი თვალი და თვალი ნამატის გარეშე და აი ფორმირდა ესეთი კუთხე. კარგით, აი აქაც ეხლა იგივენაირად, ეხლა ფიქრობ, რომ აქაც ისევე 9 თვალი 1 2 3 4 5 6 7 8 9 და ამას თუ გამოვტოვებთ აი ამას და მე გავაგრძელებ და აქედანაც სადღაც აი ესე 9 აქეთ ახლა რაც მნიშვნელოვანია შეგიძლიათ ეს გაითვალისწინოთ რომ აი აქ გამოტოვებებს შორის რა რაოდენობა თვლების გამოგივიდათ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 თვალი მაქვს ესე იგი აქ როცა გადაწყვიტავთ რომ გააკეთოთ მოკლება ხო ну ეცადეთ რომ აქ მე 10 მოიქცოს და მე გამოვაკლოთ ეს ერთი თვალი კარგით, აი ესე გააგრძელეთ ახლა თქვენს და იმის მიხედვით თქვენ როგორი ძაფი გაქვთ, მე ვფიქრობ, რომ უფრო ადვილად გამოგივათ, ვიდრე აი ასეთი სქელი ძაფის შემთხვევაში, რომ მე მივყვები სიბრტყე რო შევინარჩუნო და ესეთი კუთხეებით ფორმირება მოახდინო. კარგით, აი ესე გაყევით. ერთი თვალი და ორი ეს რაც დაგვრჩა. ეხლა გახსოვთ რომ ჩვენ დავიწყეთ ფაქტიურად ეხლა მე ვარ აი თავისუფალი თვალის თავზე. ამიტომ ერთი თვალი ნამატის გარეშე იყო, ეხლა თავისუფალი თვალი და კიდევ ერთი თვალი ნამატის გარეშე, ხო? ხომ ეს კარგად გამოვიყვანო. აი აქ. აი ეს ეხლა მორჩა ნამდვილად და აქ მე მოვჭრი ამ ძავს და გავატარებ, ნახეთ. აი ესე ამოვიყვანთ და ისეთი შეუმჩნეველი დამთავრება ხო, როგორც ვაკეთებ ხოლმე ნიშნულის თვალში. ნიშნულს მოусნი. აი ესე ნახეთ. გავიტან და აი აქ საიდანაც ამოდის ხო ეს ძაფი. ეს ძაფი რომელიც ახლა გავატარე. აი აქ ჩავიტან ისე უკან. ეს ნახეთ, აი ეს დარჩა სად არის დამთავრება. აქ უკვე შიგნით ჯობია რომ კიდევ დავმალოთ და განძიც გაკეთდეს. ანუ იმ ადგილას სადაც უფრო ესეთი ნაკსოვია, არ გამოჩნდეს. ეხლა ნახეთ, აი აქაც გავაკეთე ესეთი სამაგრე აქეთაც. ეხლა ჩვენ გვინდა უკვე გადასაკიდი. ყველაფერი მზად არის. შეგიძლიათ ესე ჩასაფენად გავუკეთოთ სარჩული, ასევე ძირზე მე მაინც გირჩევთ რომ უფრო ესეთი პლასტიკური ფირფიტა ჩაუფინოთ და ეხლა გაჩვენებთ უკვე სახელური რო გავაკეთოთ ამისთვის. ამ სახელურისთვის სხვადასხვანაირი უზორები შეგიძლიათ გამოიყენოთ. ფიქრობ რომ ნაწნავი დაწნული უზორიც კარგი იქნება. და ასევე ცოტა ისეთი მარტივი უზორი ის არის დაგრეხვა, მაგრამ თავარია თქვენ უნდა განსაზღვროთ სიგრძე, რა სიგრძე გჭირდებათ. ხო? ამისთვის. ეხლა ფიქრობ რომელი ის ძალიან მომეწონა რომ შერეული უზორი რომ იყო, ესე იგი ერთი ტიპის უზორი თავიდან, მერე სხვა ტიპის, მერე კიდევ გაგრძელებული სხვა ტიპის უზორით. თუმცა ამას მე ახლა გავაკეთებ ძალიან ესეთნაირად, მარტივად. ეხლა ჩვენ გვჭირდება, მოდი დაწნული, აი აქ მინდა რომ იყოს დაწნული უზორი, მერე ცოტა გრეხილი სხვანაირი. აქაც დაწნული უზორი. ამისთვის მე გავაკეთებ აი მთლიან სიგრძეს დაწნული უზორი და აი გარკვეულ აი შუალედი გადასაკიდებელს კიდევ დავამატებ ზემოდან სხვა გრეხილ ესე იგი უზორს მაკრამე ტექნიკით და გამოგვივა ასეთი ორი უზორი იქნება სულ. ეხლა სიგრძე აი ეს გჭირდებათ ცოტა გრძელი, იმიტომ რომ ნაწნავი უნდა გააკეთოთ. ხა მე ამას ისე ვაკეთებ, უბრალოდ საჩვენებლად ეს ძალიან მოკლეა ხა რომ აქ კამერის წინ უფრო
რთულია რომ სადღაც კი მაქვს ნაჩვენები მე ვფიქრობ ესე თქვათ ეს სიგრძეები ხო ახლა ხეთ ორად არის გაკეთილი ესეც ორად არის გაკეთილი ესეც ორად არის გაკეთილი ანუ სიგრძე გააკეთეთ რაღაც ორ ნახევარჯერ მეტიც შეგიძლიათ რომ მაინც ყოველ შემთხვევაში არ დაგაკლდეთ ვიდრე სიგრძე ესე იგი თქვენ და გაზომოთ აი გაორკეცებული ესე თქვა უბრალოდ ორად გაყოფილი სიგრძე უნდა იყოს რაღაც ორ ნახევარჯერ მეტი ვიდრე აი გინდათ რომ იყოს გადასაკიდებელი ხო თან გაითვალისწინეთ ესენი აქ ფოჩებად ჩამოვა იმიტომ რომ ესეთი სტილი ან შეგიძლიათ ჩააყოლოთ იქ მაგრამ მაინც რაღაც ანუ ცოტა გრძელი გჭირდებათ რომ მოგრჩეთ კიდევ ესე და ეგ დაწვნით ჩვეულებრივ დაწვნით გააკეთებთ ორ-ორი შეიძლება უფრო მეტიც თქვა 3 და 3-იც რომ აიღოთ მაგრამ ეს მე ვფიქრობ რომ კარგია ახლა ჩემთვის აი ესეთნაირად უნდა დაიწნას და ახლა ნახეთ აი როცა დაწნავთ ისე რომ აი უკვე მეორე სამაგრთან შეგიძლიათ დააკავშიროთ მე მაინც მოვძებნი აი ასეთი ნაწნავის როგორც სახელურის დამზადების ესე წესს და აღწერაში მიუთითებ ხო ხარ მას აქვნა თავიდან არ გავიმეორო ნამდვილად მახსოვს რომ მაქვს გაკეთებული აი ესე დავწყენ და უნდა მივამაგროთ აი ამ ადგილას ხო და შეიძლება ისე მიმაგრდეს რომ არც გამოჩნდეს ანუ ნახეთ როცა გაატარებთ ზემოთ და აქ უნდა დაეხვეს და ეს უნდა გადაიჭრას. ანუ აქ ძალიან მჭიდროდ უნდა დაეხვეს ძაფი, ამას მე ლინკს დაგიდებთ. ეხლა აი იმის შემდეგ რაც ეს უკვე დამაგრებული გექნებათ, აი ამაზე უკვე ამის შემდეგ შეგიძლიათ გააკეთოთ. ნახეთ, იქ საიდანაც გინდათ რომ სხვა უზორი დაიწყოთ, ხო? იქაც გჭირდებათ აი ეს ორად გაკეცილი აქ მე მგონი უფრო მეტიც გჭირდებათ, სადაც 4-ჯერ უფრო გრძელი უნდა იყოს, ვიდრე ის ესე იგი მონაკვეთია, სადაც გინდათ რომ ესეთი ის გააკეთოთ. მოდით ამას ახლა მე მოკლეს ავიღებ, რომ უბრალოდ გაჩვენოთ, ესე გადავჭერი, ასეთი სიგრძე, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ იქნება საკმარისი. აი თქვა აქედან გინდათ იყოს უკვე სხვა უზორი და მე უკვე ისევ გაგრძელდება ეს, ხო? ეს ფაქტიურად აი ესეთი გაქვთ, ისედაც გრძელი გექნებათ და აი საიდანაც გინდათ იქ ასე გააკეთეთ, აი ორად გაკეთეთ ეს ძაფი, აი ზუსტად ორად. ნახეთ, აი ეს. და ნახეთ, აქ. ხედავთ? ესე იგი, ქვემოდან ამოუდე ძაფი, ერთი ზემოდან, ესე იგი, ერთი მხარე ზემოდან იყოს თავიდან, მეორე ქვემოდან. აი ესე. აქ ჯობია დადოთ ხოლმე და უფრო კარგად გამოჩნდება. აი ეს. ეს ზემოდანა გაქვთ აქეთ ამ მხარე, ეს ქვემოთ არის. ეხლა ეს იქით უნდა წაიყვანოთ. ხო, ესე. Prostorat. ეს აქ უნდა ჩავიდეს. ეს აქ უნდა ჩავიდეს. ესე. ეს აქ უნდა ამოვიდეს. ეს. პირველი ესე თქვათ ეს გამოგვივიდა. აი ამის გარშემო, ამ ნაწნავის გარშემო ახლა მოვწნით, ასე თქვა, დავწნით გარკვეული ტიპის უზორს, ცოტა განსხვავებულს. ესე იგი, გადადებული გვაქვს ერთი ზემოდან, ერთი ქვემოდან. ეს მიდის ესე ქვემოთ, ეს გამოდის ზემოთ. ახლა შემდეგი იქნება პირიქით. ეს იქნება ქვემოთ, ხო? ეს იქნება ზემოთ. შესაბამისად, ეს აქ უნდა გამოვიყვანოთ, ეს ძაფი იქით წავიღოთ. მოჭიმეთ, აი ესეთი ოლფი, ესეთი. ეს დაიმახსოვრეთ, თანმიმდევრობა უნდა იყოს ყოველთვის, ესე იგი, მონაცვლეობა. ეს ზემოთ, ხო? ეს ქვემოთ. შემდეგი იქნება ეს ქვემოთ ის ზემოთ, ხო?
აი ესე იგი, ახლა ზემოთ მაქვს ეს მარჯვენა, ჩამაგქვემოთ ეს ამოყავს აქეთ. თან უზორს დააკვირდით, აი ეს. ახლა ქვემოთ ეს ზემოთ. აი ეს. აი ესეთი ულფები უნდა დაგიჯდეთ. ეს ზემოთ, ეს ქვემოთ. აი ეს მონაცვლეობა თუ არ აგერევათ, ხო? ანუ არ უნდა გაიმეოროთ რამდენჯერმე ერთნაირი მიმართულება. აი ქვემოთ, ეს ზემოთ. სანამ ამას აკეთებთ, რამეზე არ უნდა იფიქროთ, მოკლედ ამაზე უნდა იყოთ კონცენტრირებული და აი მაშინ ნახეთ, აი ესეთი უზორი უნდა დაგიჯდეთ. ესე შეგიძლიათ გარკვეულ სიგრძეზე დაფაროთ აი ამითი, აქეთ კი გექნებათ აი ესეთი უზორი და ძალიან ლამაზია ნამდვილად. კარგით, აბა დაგემშვიდობებით, აი მიმაგრებას, აი ამ ნაწნავის მიმაგრებას დაგიტოვებთ ლინკს აღწერაში, ხო? აბა წარმატებები ყველას, კარგად.